მინდა დავიწყო იმითი, რომ ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში, ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ ვივამედის დოკუმენტში. ეს არის სურათი დღევანდელი ჩვენი ქვეყნის და კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენ არ შეიძლება დღეს რომ კონდეს რამე მოლოდინი ან იმედი ან გამოძიების ან სასამართლოსი. და ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში უნდა სასწრაფოდ შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ უწყებები, სახელმწიფო უწყებები, რომელიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და დავიბრუნოთ და მთავარი ეს არის დავიბრუნოთ სასამართლო. ამ დროს ჩვენ მოგვეწია მეგობარი აქტის მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ვერ ვიტყვი რომ უნდა გვიხაროდეს დღეს იმის გამო რომ დასანქცირდა არამხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისგებელი და დასანქცირდებიან, ვინც არიან პასუხისგებელი იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ იმითი თუ რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის ის ასევე, რასაც ჩვენ შევცვლით, როცა შევცვლით რეჟიმს. ეს რეჟიმი დასახსრებელია და სხვა გაზა და გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან, რომ არ შეიძლება რომ დაუშვა და ეს იყო დღეს გამოცხადებული მათ მიერ, იმ რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ, რომ საქართველოს არ შეიძლება რომ ამერიკა იმას ღებულობდეს, რომ საქართველოსდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიპ სტეიტობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის როგორც მეგობარი და ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება და ეს არის ჩვენი განაცხადი, რომ დავიბრუნებთ მხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაიკარგა ამ პერიოდში. და ჩვენ ასევე დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია ამერიკასთან და არა რაღაც იმ ქვეყნებთან, რომელიც სია გამოქვეყნდა ცოტა რამოდენიმე დღის წინ და დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველანი ჯერ ერთი ვიყოთ ყველანი ერთად 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც ყველა დღეს ვხედავთ ძალიან ნათლად. ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად რუსები არიან, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები სამაგიეროდ ხეირობენ. მაგრამ ჩვენ უნდა 9 მაისს გამოვიდეთ და დაუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დაუპირისპიროთ ის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც ჩვენ თუ რამე მოუვიდა ამ ვიზა ლიბერალიზაციას, ჩვენ დავიბრუნებთ და რაც მთავარი არის, გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა ვინც იყო და ძალიან ბევრი წარმომადგენლები იყვნენ და ეს მუშაობა გრძელდება. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოების სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად ყველა საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, იმიტომ 26 მაისი ჩვენია, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს
შემდეგ ყველანი მართლა მთელი ქვეყანა სრულიად საქართველო ერთად 26 მაისს. დიდი მადლობა.